დილის 8 იქით აკეთებენ გზა, ზოგადად იქიდან შემოვალ ხოლმე, შემოვდივართ. ნახეთ როგორ იყინა, ყველაფერი გაყინულა. და მანქანა დავაყენეთ იქ, იმიტომ რომ აქეთ არის გადაკეტილი. მიდი ანუკი, მიდი. და ეხეთ მივდივართ იქით. ყინვაროა რა ეს ტალახი იქნებოდა ტალახი და არა ყინულები. მივდივართ, მიდი წადი წინიკა. ხერია სასწაული. წადით წინ. ადრიანა. მოვედით იქა ვაგზალზე. უნდა შევედით ვაიკიკში და ნახეთ რაღაცეები. ალბათ გაგრძელი ესეთი. მოგესალმებით, როგორ ხარ? მე კარგად. ვჩდები. ახლა არის დილა. დილა 11 საათია. ბავშვები არიან ბაღში, სკოლაში. მე ვარ სახლში. თბილისში. მოდით გაჩვენებთ რა მაქვს აქ. არი მაქვს და გაჩვენებთ. სამარცხალი. ეს პომადა ხოთაშორის ფიქს პრაისში ვიყიდე და ძალიან კარგია. კარგი გამოდგა. მარკერი, ეს ხელის კრემი ძალიან კარგი, რომელიც ძალიან კარგად ატენიანებს. სურნელი აქვს ძალიან სასიამოვნო. ეს ჩემი სუნამო, თმის სამაგრი. ბალმი, კიდე ერთი ბიფაზის ბალმი, ხოთაშორის კარგი ძალიან ერთი უკვე აღარ მაქვს, ეს მეორეა. წებო, დამტენი, ეს ფანქრების შიგნით რაც არის, ეს ესეთი თმის სამაგრი ფუმფულა. სხვადასხვანაირი ეს ბავშვების თმის სამაგრები. ეს არ ვიცი როგორ მოხდა აქ, მიკროფონი და მაქვს თან და სანთებელა მაქვს ყოველი შემთხვევისთვის რაში დაგჭირდება ცეცხლი არ ვიცი. მე სულ მაქვს სანთებელა. არ ვეწევი, მაგრამ დამაქვს. შვილმა ძალიან გაიკვირა, რო იპოვა, ნახა რაღაცა უთხარი მეთქი ამოიღე ჩანთიდან, ნახა სანთებელა და ძალიან გაუკვირდა. ხო, თმა შევიღებე. მომწონს ფერი. გადავწყვეტი არ გავიღიაო, იმიტომ რომ მე მგონი რომ ჯერჯერობით არ მჭირდება. აი ასე.
ახლა მინდა ცოტა გაგესაუბროთ, აქ მზადე ამოვიწერე რაღაცა ამ თემასთან დაკავშირებით, რაზეც მინდა გესაუბროთ. ეს თემა არის მგონი უკვე რა ვიცი 10 ჯერ შემოწყვეტინეს გადაღება. სპორტი. ყველას გირჩევთ ერთი სიტყვით. ხო, როცა მე მშვიდად ვიღვიძებ, მშვიდად ვემზადები, ასევე მშვიდად ვექცევი და მოექცევი ყველა ჩემს ოჯახის წევრს. გავაკეთებ დილის საჭმელს, ყველაფერს დავალაგებ მაგიდაზე, ხო? დგებიან, პირსიბანენ, თავის საქმეს აკეთებენ, რავი დილის რუტინას, იცმევენ, ჭამენ და გავდივართ. ეს არის მშვიდი დილა. და როდესაც მე ხდება ხოლმე ზოგჯერ რომ ვერ გავიღვიძე, ასეთი მომენტი იყო, როცა დეკემბერში სანამ არტ-დეკემბერი დაიწყებოდა, რაღაც ვერ ვიყავი მე კარგად გაციებული ვიყავი და ჩამეძინა, წარმოიდგინეთ, გავიღვიძე 8 ნახევარზე ღმერთო, ეს რა ქაოსი ხდებოდა ჩვენ სახლში, უნდა გენახათ, უბრალოდ გასაგიჟარი რაღაცა იყო. და ამიტომ, მე ასეთ რაღაცას აღარ დავუშვებ. რა თქმა უნდა, თუ არავინ არ არის გაციებული და თუ მთელი ღამე გავათენე და ბავშვთან ვიყავი, ასე მდგომარეობაში არც ვაპირებ ასე ადრე გაღვიძებას, რა თქმა უნდა, არსადაც ვერ წავალთ და ამიტომ სახლში დავრჩებით, ეგ სულ სხვა მომენტია და სხვა პროცესები არის მანდ და თუ ვარ მშვიდად დასვენებული, აუცილებლად ვდგები, იმიტომ რომ ამის გარეშე მე არ შემიძლია და ამის გარეშე მე მერევა ყველაფერი თავში, ცხოვრებაში, მე ასე არ მინდა, მე გადავწყვიტე რომ მე ასე არ მინდა და მე ასე არ ვაკიდე. ხო, მეორე პუნქტი არის ოჯახის წევრები. პირველი მე ოჯახის წევრები, შემდეგ არის мотивация. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც სჭირდება мотивация. და მე დილის ადგომით ვარ მოტივირებული, რომ მე ახლა ავდგები, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს, ასე ვთქვათ. და მე მაქვს ძალიან ბევრი საქმე, რომელიც უნდა გავაკეთო და ეს დილის ადგომა არის ჩემთვის мотивация. როცა დგება ადამიანი, უნდა გაიხაროს იმით, რომ ადგა, ცოცხალია, ჯანმრთელია, ყველა არის ძალიან კარგად გარშემო, ცოცხალი არის, ჯანმრთელი არის, მზე ამოვიდა, დილა გათენდა, ამით უნდა იღვიძებდეს ადამიანი და არა ცუდ ხასიათზე და რომ ყველაფერი არის ცუდად და ასე შემდეგ. ჩვენ რო გადავხედოთ იმ ადამიანებს რეალურად, ვინც არის ცუდად, მხოლოდ მაშინ მიხვდება ადამიანი, მაშინ დააფასებს იმას, რომ კარგი მისი თავის კარგად ყოფნას მაშინ დააფასებს. აი ასე მინდა ვთქვა. იცით რასთან მაქვს ხოლმე შედარება, როდესაც ხედავ რომ გარეთ ბავშვს უყვირიან, ან ცუდად ექცევიან, ან სადღაც დავინახავ სოცქსელში ბავშვზე ძალადობას, ან რაღაცას, მე ბავშვს გულისხმობ, იმიტომ რომ დედა ვარ და ეს თემა არის ჩემთვის განსაკუთრებული და მე მახსენდებიან ის დედები, ვისი ბავშვი არის დეცეპეთი, ან რაღაცა ცუდი დაავადებებით და აუცილებლად ყველა ადამიანმა უნდა პარალელი გაუსვას იმას, რომ შენ ხარ კარგად, შენი ბავშვი არის კარგად, შენი ყველა ახლობელი არის კარგად და იქ უნდა დააფასო, აი ამ დაფასებით უნდა იღვიძებდე დილით, დაფასებით. და არა იმით, რომ ავგათენდა და ადგომა მეზარება და ასე შემდეგ. როგორ უნდა გეზარებოდე დილით ადგომა? მე ახლა იმიტომ ვამბობ ამას ძალიან ემოციურად, რადგან იმ გოგომ რაღაცნაირად ნეგატივით მომწერა და არ მომეწონა. ხო, აი ასე. დილით ადგომა, მეოთხე პუნქტი არის წინსვლა ჩემთვის. წინსვლა, იმიტომ რომ დილით რო დგები, შენ გაქვს ბევრი დრო
იმისათვის რომ რაღაცა დაგეგმო. საღამოს მე ვერ ვგეგმავ. არა, საღამოს მაქვს სულ სხვა რუტინა. საღამოს უნდა გავაკეთოთ გაკვეთილები, საღამოს უნდა, რა ვიცი, რაღაცას უყუროთ, ხო, 1.5 საათი მივალაგო სახლი, იმიტომ რომ მთელი დღე სახლში არ ვიყავი. საღამოს უნდა მივაქცე ყურადღება პატარა ბავშვებს. ჩემ თავს, რა ვიცი, მეუღლესთან რამეს უნდა უყუროთ, ფილმს, ხო, ან რაღაცა გადაცემას საინტერესოს, ფეხბურთს, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ყოფილი ფეხბურთელია და ფეხბურთი სულ არის ჩვენ სახლში. და ამიტომ ეს არის ჩემთვის წინსვლა, დილით ადგომა, რადგან მე ვგეგმავ ჩემს რაღაცა დღეებს. ხო, კიდევ მეგობრებო, მართვის მოწმობაზეც მივალ. უკვე ჩავეწერე art drive, არის ძალიან კარგი სკოლა. ძალიან თანამედროვეა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მირჩია. მანდაც წაგიყვანთ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებებს. იმიტომ რომ ჩვენ ქალაქგარეთ ვცხოვრობ და ჩემთვის ტარება არის ძალიან აუცილებელი. ვიცი ისე რა ტარება, მაგრამ ახლა მე დავუშვათ ქალაქში ვერ გავივლი. ვერ გავალ მანქანით, იმიტომ რომ ამდენად არ ვიცი. როგორც მითხრეს, თეორია არის 10 დღე და მე ამყავს ინსტრუქტორი და დავდივარ უკვე მანქანით. ხო, თუ კარგად ჩავაბარე, კარგი იქნება, მაგრამ ამბობენ რომ ძალიან რთულია ჩაბარება, მაგრამ მე არ მეზარება და მოტივირებული ვარ რომ ჩავაბარო და ვიარო. ასე. კიდე დილით ადგომა მე მაბედნიერებს, იმიტომ რომ ჩვენთან ქალაქგარეთ დილით ადგომა არის რაღაცა სწავლი, უკვე ჩიტებს ჭიკჭიკებენ, უკვე ძალიან ისეთი ამინდია მზიანი, მინუსია ტემპერატურა, მაგრამ მზიანი ამინდია. და მიყვარს იცით რომ ვდგები და კიდე რომ ბნელა, და მე უკვე ვდგები, გავალ, გადავხედავ ყველაფერს. რაღაცნაირად სიმშვიდეა, სიწყნარია, სიჩუმეა და ვიღვიძებ სამყაროსთან ერთად და მომწონს ეგ. იცით რა არის კიდე ძალიან აქ შტატივიც არ მაქვს წამოღებული და ამიტომ ვარ აი ასე რაღაცნაირად ქვემოთ. სხვათა შორის შტატივი ის რომ მქონდა მწვანე, ქვემოთ რაღაცა მოძვრა, არ ვიცი რა და აღარ ვამაგრებ და ამიტომ მინდა ვიყიდო აი ეს მისაწებებელი რო არის, რომელიც შემიძლია შუშაზე მივამაგრო, ზოგი ამბობს რომ ხეზეც შეგიძლია, მაგრამ არ ვიცი ხეზე არ მიცდია, მაგრამ მინდა ეგ ვიყიდო. დღეს კი არ გავალ, ძალიან ისე არ მინდა გასვლა აქ რაღაცებს ვაკეთებ და ხო, და ეს ყველაფერი მე მაბედნიერებს და ძალიან მომწონს. და ყველას ურჩევ დილით ადგომას. აქ შუქიც ცუდია ხალხო. თმის ფერი კაია. უფრო ღია მაქვს ეს კამერაზე, ძალიან შავი ჩანს, ასეთი შავი არ მაქვს. დღეს კი არა, რამოდენიმე დღეა იცით როგორ მოვდივართ მანქანასთან, მანქანას ვაჭრებ ტრასასთან და სახლიდან მივდივარ თიქ. შორი არ არის სადღაც რავი. იქნება 200-300 მეტრა და დილით ესე რაღაც რელაქსია. მე მეუღლე, 3 ბავშვი, მე კიდე მაქვს ხოლმე პარკი საჭმელით, რომ აქ ვჭამოთ, მე კიდე მაქვს ჩანთა, ჩემი ბავშვების ჩანთა, რაღაც გამოსაცვლელების. გადავიღე ვიდეო და ჩავსვავ ან ვიდეოში, ან სხვა ვიდეოში, როგორ დავდივართ. დღეს ან ხვალ გახსნიან უკვე გზას. ესეც რაღაც გამოცდილება არის ჩემთვის. ხვალ არის შაბათი, ხვალ ვისვენებთ, ზეგ ვისვენებთ. ხვალ მაქვს ბევრი საქმე სახლში, ეზოში. ბევრი საქმე გვაქვს. თან მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, მე ვარ ის ადამიანი, ჩვენი ოჯახი, რომ
ვერავინ ვერ დაგვეხმარება. მე და ჩემო მეუღლე ვიცით, რომ ბავშვსაც ვერავინ ვერ გამოიყვანს ბაღიდან ან სკოლიდან, თუ რაღაცა დაგჭირდა. იმიტომ რომ ყველა მუშაობს, ყველა დაკავებულია და არც არიან ვალდებულები, რომ ჩემ ბავშვებს მომსახურონ, ხო ასე ვთქვათ. ბოდიში. ხო და უფრო მოტივირებულები ვართ. ისიც რომ ვიცით, რომ ჩვენს მაგივრად არავინ არაფერს არ გააკეთებს. არიან კი, რა თქმა უნდა, მშობლები, ვისაც ეხმარებიან, ყველა ოჯახის წევრები შეიძლება უფრო არ არიან ასე დაკავებულები, ან ასე აწყობთ, არ ვიცი, მე ახლა სხვა ოჯახები ისე დიდად ვერ ჩავრევი კი არა, არ მინდა რომ სხვა ოჯახი ხა განვიხილო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვართ მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი სამი ბავშვი. ეს ვამბობ ოჯახურ რაღაც მომენტებს. რაღაცა ჩემი მეუღლის სამსახურის მომენტებს და ვინ ეხმარება სამსახურში, ეგ უკვე სხვა არის და ოჯახურ საქმეებში ვართ მხოლოდ ჩვენ. და ამიტომ უნდა კარგად დავგეგმოთ, კარგად ვიმსჯელოთ, კარგად ყველაფერი დავაწესოთ ისე რომ ძალიან არ დავიღალოთ, თუმცა ვიღლებით ხოლმე. იმიტომ რომ ეს ბავში შესვლა, გამოცვლა, ბავშვის შეყვანა, მერე რაღაც საქმეებს ვაკეთებ, მერე ბავშვების გამოყვანა, ეს გზა, ზოგჯერ ვიღლებთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი мотиваცია. აი ასე მეგობრებო, ამის თქმა მინდოდა. ამიტომ არ დაიზაროთ. მაგრამ ისე ცივა. ეხლა ვიყავი მაღაზია გარფილდში. ბავშვის ტანსაცმელის მაღაზია. ერთად ჩავარავ ტანსაცმელია. მან დრო შევდივარ, ვერ ვიცი, 1 საათი აღარ გამოვდივარ. რაღაცები ნახე გოგოებისთვის. უნდა შევიძინო. უფრო საგაზაფხულოს ლამჩისთვის და ეხლა ვარ პარკში მოვედი. მინდა გითხრათ, რომ დილით ადგომისთვის მე პირადად მოვუწოდებ ყველას. შეიძლება უკვე შეგაწუხეთ ამ თემით, შეიძლება უკვე გარშემო ჩემი მყოფი ადამიანების შევაწუხი ამ თემით, მაგრამ მოგიწოდებთ დილით ადგომისკენ. ადექით და გააკეთეთ ყველაფერი. კარგად გამოგივათ.